თარგმანება იმათეს სახარებისა ითავინვ. სიტყვა იესე და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტვიროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა, შემიწყალე მე, უფალო ძეო დავითისო 15, 21, 22. რაისათვის მე წარვიდა კერძოთა ტვიროსისა და სიდონისათა? ვინაიდან ჰურიებრივი იგი ჭამათთა კრძალვა განაქარვა, ჯერ იჩინა აც განღებად კარი წარმართთა, რომელთა შესვლა იყოფად იყო შემდგომად ამაღლებისა მისისა, ვითარცა იგი პეტრე, მოიღო რა იბრძანება არარიდობისა ჭამათთა ისა, მეხსეულად წარივლინა კორნელიუსისა. ხოლო უკვე თუ ვინ იტყოდის, თუ ვითარ ხრქვა თავად მან მოწაფეთა, ვითარმეთ, გზასა წარმართთასა ნუ მიხვალთ, მათი 10, 5 და მერმე თავადივე ვიდოდა ყოველთასა პირველ გზასა მას. პირველად ამას ვიტყვით, ვითარმეთ, არა თუ ვითარ იგი მოწაფეთა ამცნო, ეგრეთვე იგი თანამდებიყო, მეორედ, რამე თუ არა განცხადებულად ქადაგებად მოსრულიყო. ამისთვისცა იტყვის მარკოს ვითარმეთ, შევიდა სახლსა და არა უნდა, რაითამცა აგრძნა ვინმე და ვერ ხელეციფა დაფარვად. მარკოზი 7:24, ხოლო ესე კვალად არა ღირს იყო კაცთმოყვარებისა მისისა, რაითამცა რომელნი იგი შეურდებოდეს, არამცა შეიწყნარნა. რამე თუ იხილეთ, თუ რაოდენისა კაცთმოყვარებისა ღირს არს დედაკაცი იგი, რომელსა ესოდენ უღირსად აქონდა თავითვისი, რომელ არა იკადრა მისვლა იერუსალიმთ, არამედ იხილა რა უფალი მისრული ქვეყანასა მას, შეურდებოდა და ღაღადებით ითხოვდა წყალობასა. ხოლო ვიეთმეთ ქვეს ესეცა თარგმანებაი, ვითარმეთ სახე იყო დედაკაცი იგი წარმართთა ეკლესიისაი. რამე თუ ოდეს გამოვიდა ქრისტე ჰურიას ტანით, მაშინ შეეწყნარა მას ეკლესიაი წარმართთაი, გამოსრული საზღვართაგანთვის და ვითარცა წერილ არს, დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაი. ფსალმუნი 44:11 რამე თუ გამოვიდა ქრისტე საზღვართაგან ჰურიას ტანისათა და დედაკაცი იგი საზღვართაგანთვისთა და ესრეთ შეემთხვინეს ურთიერთას. ესე იგი არს ვითარმეთ ქრისტე გარდა მოხდა ზეცით და ეკლესიაი განეშორა საცდურთაგან კერპთ მსახურებისათა და ესრეთ შეიწყნარა იგი უფალმა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა, შემიწყალე მე, უფალო ძეო დავითისო, რამე თუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. იტყვის მახარებელი შესმენასა მის დედაკაცისასა, რამე თუ ქანანელი უწოდა, რაითა საკვირველი ესე გამოაჩინოს და იგი უმეტესად აქოს. რამე თუ გესმას რაი ქანანელი, მოიხსენენ წარმართნი იგი უშჩულონი, რომელთა წესნიცა ბუნებისანი გარდა აქცინეს, და იგინი რაი მოიხსენი, გულისხმა ყავძალი ქრისტეს მოსვლისაი, რამე თუ რომელნი იგი განითხინეს ქვეყანისაგან თვისისა, რაით არა განდრიკნენ ჰურიანი. ესოდენ აც უგონიერეს ჰურიათასა იქმნეს, ვიდრეღა გამოვლენცა საზღვართაგანთვისთა მიგებებად ქრისტესა, ხოლო ჰურიანი მათ და მოსრულსაცა უფალსა არა შეიწყნარებენ. ქანანელი იგი ღაღადებს და ითხოვს წყალობასა ასულისათვის ეშმაკთაგან გუემულისა, რაითა გუასწაოს ყოველთა ამის ღაღადებისა შეწირვად უფლისა, შემიწყალე მე, უფალო. არა თქვა თუ, შეიწყალე ასული ჩემი, არამედ, შემიწყალე მე, უფალო, რამე თუ ასული ჩემი ბოროტად იგუემების ეშმაკისაგან და ცნობა მიღებულ არსვნებისა მისგან, ხოლო მე ვარ, რომელსაც ძლიერად მელმის სალმობისათვის მისისა და უმეტეს მისა ვიგუემები. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყვაი 15:23. რაი არს უცხო ესე საკვირველი. ჰურიანი უმადლო არიან და გარე მიაქცევენ მას, და იგი მოუწოდს წყალობით და მგმობართა მათ ნუ გეშინის სცემს და გამომცდელთა მათ არა დაუტეობს.
ხოლო ქანანელსა მას არა მიუგებს სიტყვასა, რომელი იგი უმეც არღა თუ იყო შჯულსა და წინა ის წარმეტყველთა, არამედ ესრეთ მხურვალითა სარწმუნოებითა შეურდების და ევედრების. ვისმცა არა შეეწყალა იგი და განკვირდა საქმესა ამასზე და რამე თუ არა თუ სხვათა მათ ერთა ხოლო არამედ მოციქულთაცა შეუძნდა საქმე ესე, გარნა ვერ ვეიკადრეს თქუმად, თუ მიხმადლე მაგას თხოვა იმისი, არამედ ესრეთ ეტყვიან. წახ არეებაი, განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩვენ. რქუა მათ იესო, არა მოულინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწმედულთა სახლისა ისრაელისათა. ხოლო იგი მოუხდა, თაყვანის სცემდა მას და იტყოდა, უფალო, შემიწყალე მე. ხოლო თავად მან მიუგო და რქუა მას, არა კეთილარს მოღებად პურიშვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან რქუა, ჰე უფალო, რამე თუ ძაღლნიცე ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვივი ტაბლისაგან უფალთა მათთა ისა 15, 23, 27. თარგმანი ფრიად საქებელ არს დედაკაცი ესე, რომელმან ესოდენი აჩვენა სარწმუნოებაი და სიმდაბლე. პირველად ღაღადებდა, შემიწყალე მე, უფალო, და არარაი მიუგო უფალმან, არავე უდები ქმნა იგი, არცა სასოებაი წარიკვეთა და შეიქცა. შეეწყალა იგი მოწაფეთა მოახსენეს მისთვის იესოს და მიუგო მათ სიტყვაი, უფრო ისადღა შემძლებელი შეწუხებად მისა. ესმა რაი ესე დედაკაცსა მას, ნუ უკვე წარიკვეთაა სასოებაი, ანუ დაიდუმა ვედრებაი. ნუ იყოფინ. არამედ უმხურვალესნი სიტყვანი წარმოთქვნა. ხოლო ჩვენ არა ესრეთ ვხვით, არამედ ერთგზის თუ გინა ორგზის ვევედრნეთ და არა მივემთხვინეთ თხვასა მას, მეხსეულად უდებ ვიქმნებით. გარნა დედაკაცმან მან არა ესრეთყო, არამედ იხილა რაი ვითარმედ მოციქულნიცა ევედრნეს მისთვის და არა მიემთხვინეს თხვასა მას, არავე დაიხსნა მწუხარებითა, არამედ შეიმოსა კადნიერებაი და ურცხვინელობაი კეთილი, მიუხდა და თაყვანის სცემდა და იტყოდა, უფალო, შემიწყალე მე. რაი არს ესე დედაკაცო? არა თუ შენ უმეტესი მოციქულთა ისა გაქოს კადნიერებაი. კადნიერებაი არცა ერთი მაქვსო, არამედ მრავლითაცა სირცხვილითა სავსე ვარ, გარნა არა წარვიკვეთ სასოებასა, არამედ ვევედრები ვიდრე მდის შემიწყალოს მე სახიერმან უფალმან. და არა გესმა ვითარმედ, არა მოულინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწმედულთა სახლისა ისრაელისათა. ჰე მესმაო, გარნა იგი უფალარს ყოვლისავე და ხელმწიფებაი აქვს ჩემდაცა შეწყალებად. ამისთვის არცა ვიტყვი, თუ ევედრე მომავლინებელსა შენსა, არამედ ვიტყვი, შემიწყალე მე და შემეწიე მე, რამე თუ უწყი, ვითარმედ ყოველივე ძალუც და ყოველივე ხელეწიფების, ვითარცა უფალსა ყოველთასა. ხოლო რაი არს ესე, თუ არა მოულინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწმედულთა სახლისა ისრაელისათა. მოულინებაი უკვე და მოსვლა ერთ არს, რამე თუ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა ცხოვრებად სოფლისა ნებითა მამისაითა და თანაშეწევნითა სულისა წმიდისაითა. აც უკვე როდეს სიგინებასა და ჯერ ჩინებასა მამისასა გამოაჩინებდეს, იტყვის ვითარმედ, მოვივლინე, ხოლო ოდესთვისა მას ხელმწიფებასა და მამისა თანაარსებასა გვაუწყებდეს, იტყვის ვითარმედ, მოვედ. და ორივე ერთ არს და ორისაგანვე განუყოფელობასა ვისწავებთ და შეურევნელობასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა. ესრეთ უკვე მოასწავებს უფალი სიტყვათა ამათ მიერ, ვითარმცა იტყო და ვითარმედ, არა არს წუთ ერთშამი წარმართთა ქადაგებისაი, რამე თუ ჯერეთ არა უქმნიეს ისრაელსა სრულიადი ჯვნაი ცხოვრებისაგან თვისისა. არამედ მეაც მათ და ხელმიყოფიეს მოქცევად წარწმედისაგან და არ გამივალ უცხოთესლთა მიმართ, რაითა არა მივსცე მათ მიზეზი დაბრკოლებისაი.
ხოლო ოდეს იგი მათ იჯვნან სრულიად ჩემგან და თქვან ვითარმეთ, არა გუნებავს მეუფებაი შენი ჩვენზე და მიმცენ ჯვარცუმად, მიერითგან განეღოს წარმართთა გზა იგი ცხოვრებისაი და მაშინ მოუწოდო მათ მონებად ჩემ და თანა მამით და სულით წმიდითურთ. არამედ ყოველსავე მას სიტყვასაზე და დედაკაცი იგი არა დააცადებდა ვედრებასა, რამე თუ მოუხდა, თაყვანის სცემდა მას და იტყოდა, უფალო, შემიწყალე მე. ხოლო თავად მან მიუგო და ხრქუა მას, არა კეთილარს მოღებად პური პირისაგან შვილთაისა და დაგებად ძაღლთა. რაოდენცა მან განამრავლა ვედრებაი, ესოდენ უფალმან დაამძიმა საქმე იგი და არღარა ცხოვარ უწოდა ისრაელთა, არამედ შვილ და იგი საზომსა ძაღლთასა განაწესა. ხოლო დედაკაცმან მან სიტყვათავე მათგან შეემზადა ვედრებაი, ვითარმცა იტყოდა ვითარმეთ, საზომსა თუ ძაღლთასა ვარ მიხარის, რომელ ხოლო არა უცხოი ვარ, არამედ შენისავე ხელმწიფებისაი ვარ. ჯერ არს უკვე ჩემიცა გამოზრდა ინაბიჭევისაგან ტაბლისა მის კეთილთა შენთა ისაა, რამე თუ ძაღლნიცა იზარდებიან, დაღაცა თუ არა ღირს იყვნენ პურსა, არამედ ნაბიჭევსა მიიღებენ და კმაარს მათ და უკვე თუ ტაბლა იგი მდიდარიყოს. აც უკვე შენისა მის ტაბლისა სიმდიდრე ჰოი მეუფეო, ესრეთ დიდარს და გარდამატებულ, რომელ ნაბიჭევი ხოლო კმაარს ავხსებად ჩემ და ფრიადითა კეთილითა, არა ჩემ და ოდენ, არამედ სხვათაცა მრავალთა. კეთილად იტყო და უფალი სხვასა ადგილსა ვითარმეთ, სჯადამას სოფელსა მოსრულ ვარ, იოანე 9:39, რამე თუ აჰა ესერა დიდი იქნებოდა ამის დედაკაცისაგან დასჯილება ჰურიათაი. ესე შეურაცხ იქნა და არავე წარვიდა, არამედ სიტყვათა მათ სიბრძნისათა წარმოითქვის. ხოლო იგინი პატივიცემებოდეს და ბევრეულთა ქველის მოქმედებათა ღირს იქნებოდეს და უმადლოებითა სავსე იყვნენ და ყოველსავე უგულებელს ყოფდეს, ვიდრეღა სრულიადი განდგომილება იზრახეს. ხოლო უფალმან არა მისცა მათ ყოვლადვე მიზეზი. ამისთვისცა აღსასრულადმდე მათ თანა დაადგრა, ასწავებდა და ჰკურნებდა ყოველსავე სენსა და ყოველსავე ცისად გვემულებასა და წარმართთა მიმართ არა მივიდოდა, არამედ ძაღლად სახელს მათ და ჰურიათა შვილად. ხოლო ვინაიდან უშჩულოთა მათ არა შეხრცხვენა, არცა შეძრწუნდეს ხელისა მიყოფად მისზე და წინა უკო მოიქცა სახელი ესე და იქნეს იგინი ძალ და გამოეხუნეს საღმრთო ისა მის საზრდელისაგან, ვითარცა თქვა მათთვის დავით, მიიქცენ მწუხრი და ხმებოდიან, ვითარცა ძაღლნი. ფსალმუნი 48:7, ხოლო წარმართთა შეიწყნარეს ქადაგებაი მოციქულთაი და მისცა მათ ხელმწიფებაი შვილღმრთისა ყოფად, რომელთა ხრწამს სახელი მისი. ხოლო რაისათვის ესოდენი აჩვენა უფალმან დედაკაცსა მას მძიმედ შეწყნარებაი ვედრებისა მისისაი. არა თუ არა ენება მიცემად მისათხოვა იგი, რამე თუ უკვე თუმცა არა ენება არცამცა მიეცა, არამედ იცოდა უფალმან, თუ ვითართა სიტყვათა ეგულებოდა დედაკაცსა მას თქუმად. ამისთვის ხოვნი და მინიჭებად მისა, რაითა გამოაცხადოს გონება იმისის სავსე სიბრძნითა და სარწმუნოებითა და სიმდაბლითა. და ვითარცა იგი ასის თავსა მის სექმნა, რამე თუ თქვა, მოვიდე და განკურნო იგი მათე 8:7, რაითა გამოცხადნეს სარწმუნოება იმისი ვით არ მიუგო ვითარმეთ, არა ღირს ვარ მე, რაითამცა სართულსა ჩემსა ქვეშე შემოხვედ, მათე 8:8, და წიდოვნისა მისთვის იტყოდა, ვინ შემახო მე, ლუკა 8:45, რაითა განცხადებული იქნა სარწმუნოება იმისი და სამარიტელსა მას ამხილა ცოდვა იმისი, რაითა საცნაურყოს, ვით არ მხილებულიცა არავე განხრთა, არამედ უმეტესსა სარწმუნოებასა მოვიდა. ეგრეთვე აქა ესრეთ განაწესა, რამე თუ არა ენება, რაითამცა დაიფარა ესოდენი სათნოებაი დედაკაცისა იმის, არამედ ჯერ უჩნდა გამოცხადება დიდძალი იგი საუნჯემის შორის დაფარული სარწმუნოებისა მის მხურვალისაი და სიმდაბლისა ფრიადისაი, ვით არ თავად მან შვილად უწოდა უმადლოთა მათ ჰურიათა,
ხოლო მან არა მხოლოდ რტვინვაი არა აჩვენა, არამედ უფრო ისად ახმატა ქებაი მათი, თქვა ვითარმედ, ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვივი ტაბლისაგან უფალთა მათთა ისა. იხილია სიბრძნე და სიმდაბლე დედაკაცისა იმის. იხილე კვალა ძუაობა იგი ჰურიათაი, ნათესავნი აბრაჰამის ნივართო და არასადავის ხმონებდით, იოანე 8:33 და სხვასა ესევით არ სამრავალსა იტყოდეს. ხოლო დედაკაცი იგი არა ესრეთ, არამედ ყოვლითა შემოსრულებითა სავსე არს. ამისთვისცა იხილე, რა იგი უფალმან hrქვა მასტნ. სახ არებაი, ჰოი დედაკაცო. დიდარ სარწმუნოებაი ეგეშენი, გეყავ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან 15:28. თარგმანი, ამისთვის ხოვნი და მინიჭებად მისა თქვა იგი, რაითა ესე სიტყვაი აღმოთქვას, რაითა ესრეთ გვირგვინოს ანყოს იგი. გეყავ შენ, ვითარცა გნებავს, და მეხსეულად განიკურნა ასული მისი, რამე თუ იგი ენება. ესე ხმა იმ მსგავს არს პირველსა მას სიტყვასა, რა ჟამს თქვა, იყავ სამყაროი, დაბადება 1:6 და იყავ ნათელი, დაბადება 1:3 და იქნა ყოველივე. ეგრეთვე აქა hrქვა, დიდარ სარწმუნოებაი შენი, გეყავ შენ, ვითარცა გნებავს, და მეხსეულად განიკურნა ასული მისი, რაითაც ნამყოფელთა ვითარმედ არა სასმენელად ხოლო იტყოდა სიტყვათა მათ, არამედ სიღრმითა გულისაითა. ამისთვის სარწმუნოებისაებ მისისა ბრძანა ქმნათ, რაიცა ენებოს და განიკურნა მეხსეულად ასული მისი. ხოლო თქვენ იხილეთ, ვით არ მოციქულნი ევედრნეს მისთვის და არა შეისმინა მათი. იგი ევედრა და ყოველივე თქვა ითვისი აღასრულა, რაითა ჩვენ ვისწაოთ ძალი ლოცვისაი, თუ რაოდენ შემძლებელ არსს. რამე თუ თავთა ჩვენთათვის ჩვენ მიერ შეცოდებულთა ამათ, ხნებავს ვედრებისას მენად ვიდრეღა სხვათა მიერ ჩვენთვის ლოცვისა. არა უმეტესი აქ უნდა ამოციქულთა კადნიერებაი ვიდრეღა დედაკაცსა მას. არამედ რომელი იგი მათ არა უსმინა, მისი ისმინა, რა ჟამს იგი ფრიადი აჩვენა ვედრებაი და სიმდაბლე. და მოციქულთაცა გამოუცხადა, ვითარმედ ამისთვის არა ისმინა მათი, რაითა დედაკაცისა მის სათნოებაი საცნაური ქმნას. სახარებაი და წარვიდა მიერ იესო და მოვიდა ზღვის კიდესა მას გალილეაისასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მონ. და მოუხდა მას ერი მრავალი, რომელთა ხვა მათ თანამკელობელები, ბრმები, ხრუნი, ქვეწარმძრომელნი და სხვანი მრავალნი თითო სახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერხთა თანა მისთა და განკურნა იგინი, ვიდრე უკვირდაცაერსა მას, ხედვიდეს რაი, ვით არ იგი ხრუნი იტყოდეს და მკელობელნი ვიდოდეს და ღრეკილნი განიკურნებოდეს და ბრმანი ხედვიდეს. და ადიდებდეს ღმერთსა 15:29-31. თარგმანი, ოდესმე თავადი მიმოვალს და ჰკურნებს და ოდესმე მიელის მისა მისვლად, რაითა მათსა აჩვენონ სარწმუნოებაი, ვით არც აწესე რა აღვიდეს მთად უძლურნი იგი და მკელობელნი და მეხსეულად ყოველნი განკურნა. და იყო ჭეშმარიტად სასწაული დიდებული. ზეტვირთულნი აღვიდეს მთად და ფერხითა თვისითა შთავიდოდეს ხლდომით, აღვიდეს ბრმანი წინა ძღომითა სხვათაითა და შთავიდოდეს ბრწყინვალითა თვალითა, აღვიდეს შეღრეკილნი და შთავიდოდეს აღმართებულნი. ამისთვის სიმრავლემან მან განკურნებულთამან და სიადვილემან კურნებისამან განაკვირვა ერი იგი და ადიდებდეს ღმერთსა. იხილეა, ვით არ დედაკაცისა მის თქვა ესრეთ მყوار ჟამვედრებითა მიანიჭა, ხოლო ესენი მეხსა შინა განკურნა. არა თუ ესენი უმჯობეს მისსა იყვნეს და ამისთვის ყო ესრეთ, არამედ რომელი იგი უმორწმუნეს ამათსა იყო, ამისთვის მისისა მის ასულისა კურნებად ხოვნი და რაითა სარწმუნოებაი და მხურვალებაი მისი გამოაჩინოს.
ხოლო ამათ წამსა შინა მიანიჭა კურნებაი, რაითა დაუყოს პირი ურწმუნოთა მათ ხურიათა და ყოველივე მიზეზი მოუწყვიდოს მათ. რამე თუ რაოდენცა უმეტესთა ვინ ქველის მოქმედებათა მიემთხვიოს, ეგოდენ უმრავლესთა სატანჯველთა ღირს იქმნების, უკვე თუ უმადლო იპოვოს და არცა თუ პატივისა მისგან შეიკდიმოს. ამისთვისცა მდიდარნი უკვე თუ უკეთურ იპოვნენ, უმეტეს გლახაკთა ცოდვილთასა იტანჯნენ, რომელიგი არცა თუ უხვად მონიჭებულთა მათ კეთილთა ზედა ღმრთისათა შეიმოსეს მათ გონებაი კეთილი. სწავლა იმ მოწყალებისათვის. და ნუ ამას იტყვი, თუ ქმნეს მათ მოწყალებაი, რამე თუ უკვე თუ არა ქმნეს შემსგავსებულად მონაგებისათვის ისა, ვერ განერნენ სატანჯველსა. რამე თუ არა თუ საზომითა მით მისაცემელისაითა განიკითხვის მოწყალებაი, არამედ უხვებითა მით გონებისაითა. უკვე თუ ისმე აქუნდეს ორი დრახკანი და ერთი მისცეს ქველის საქმედ და სხვასა აქუნდეს 1000 და 100 მისცეს ქველის საქმედ, რომელმან ქმნა უმეტესი ქველის საქმე. ჭეშმარიტად მან რომელმან ორისაგან ერთი მისცა, რამე თუ მან ნახევარი მონაგებისათვის ისა იმისცა ქრისტესა, ხოლო მეორე მან მეათედი. რაც უკვე საცნაურ არს ვითარმედ რომელი მდიდარ იყოს რაღაცა თუ მისცემდეს ქველის საქმესა, არამედ უკვე თუ შემსგავსებულად სიმდიდრისათვის ისა არა მისცეს, საბრალობელ არს და დასასჯელ. ხოლო უკვე თუ ესე ვითარნი იგი დასასჯელ არიან, რაოდენ უფრო ის იგინი, რომელთა მეტი და ნამეტნავი აქვს და გლახაკთა არას წყალობენ, რომელნი ტაძართა მრავალსართულთა და ქორისქორთა ოქროქან დაკებულთა აღაშენებენ და ოქროსა და ვეცხლსა განამრავლებენ და მშიერთა არა გამოვსრდიან, არცა შიშველთა შეჰმოსენ. ხოლო ვინაიდან მოწყალებისათვის შემოვიდა სიტყვაი, მოედით, კვალად ვთქვათ, რომელსა იგი პირველ სამისა დღისა ვიტყოდეთ. რამე თუ მაშინ ვთქვთ ვითარმედ მოწყალებაი ხელოვნებაი არს კეთილი, ღმრთისა მიერ მონიჭებული და სავაჭრო იმისიცათა შინა არს და მოძღვარ ხელოვნებისა მის არავინ არს კაცთაგანი, არამედ ღმერთი. მოედით უკვე იგივე სიტყვაი გამოვიძიოთ. რამე თუ ყოველივე ხელოვნებაი საქმისა რომლისამე მიმართ სახმარ არს, მჭედლობაი სახმარ არს, რაითა იქმნას ცული და ეჩვე, ხერხი და სახნისი, ხრმალი და ლახვარი და სხვა ესევითარი. ხუროვნებაი ეგრეთვე სახმარ არს შენებად ტაძართა და სხვისა ყოვლისავე ძელით ხუროებისა, გინათ უქვად ხუროებისა. ეგრეთვე ყოველნი ხელოვნებანი არიან, თითოეული რომლისავე საქმისათვის სახმარ არს. ეგრეთვე ვინაიდან მოწყალებაიცა ხელოვნებად სათნოდ მოცემულ არს ჩვენ და ვიხილოთ, თუ რომელსა საქმესა სახმარ არს იგი, ანუ რაი არს სარგებელი მისი. არა ტაძართა გვიშენებს თიხისაგანთა არცა სამოსელთა ანუ ხამლთა გვიკერავს განხრწნადთა, არამედ ხელთაგან სიკვდილისათა გვიხსნის და საუკუნეს ამას ცხოვრებასა შეგვიყვანებს და აგვიშენებს სავანეთა მათ და საყოფელთა საუკუნეთა. ლამპართა ჩვენთა არა შეუნდობს დაშრეტად, არცა სამოსლითა ხენიშითა შეგვინდობს შესვლად სასძლოს ამას, არამედ განგვასპეტაკებს, არა შეგვინდობს შთავრდომად, სადამ მდიდარი იგი შთავარდა, არცა სმენად სიტყვათა მათ მძიმეთა, არამედ მიმიყვანებს ჩვენ წიაღთა აბრაჰამისთა. ხელოვნებანი ესე სოფლიონი, თითოეულსა ერთი საქმე უპრიეს და უფრო ისათთვისა მასსა საქმესა ვერვე აღასრულებს, უკვე თუ სხვაიცა ხელოვნებაი არა შეიჩიოს. რამე თუ მუშაკისა საქმე არს მორეწად საზრდელისა, არამედ უკვე თუ არა თანა შეეციოს მჭედლობა იქმნად ცულისა და თოხისა და სახნისისა და სხვისა მრავლისა, ვერ არას ხელეწიფების ქმნად. ეგრეთვე ყოველნი ხელოვნებანი ჭურჭელთა საქმისათვის ისათა სხვათა ხელოვნებათაგან მოირეწენ, ხოლო მოწყალებასა არავისგან უხმს მორეწაი, არამედ გონებაი ხოლო კეთილი სახმარ არს და ყოველივე წარუმართებიეს. ხოლო უკვე თუ იტყვი, ვითარმედ, ჰე უხმს მოწყალებასაცა სხვით მოგებაი საქმისათვის ისაი, უკვე თუ არა მქონდის საფასე, სახმარნი და სამოსელნი, ვითარყო ქველის საქმე,
ვით არ გამოვზარდო მშიერი, ვით არ შევმოსო შიშველი. ხოლო რომელი ამას იტყვი, კაცო, წარიკითხე, რა იბრძანა უფალმა ქურივისა მისთვის და ნუღარა იჭირვი ამის ჯერისათვის. რამე თუ რაღაცა თუ ფრიად გლახაკიყო, უკვე თუ ორი ცულილი მისცე, სრული გიქმნიეს საქმე იგი, უკვე თუ ხუეზაი პურისაი, ანუ კოტორი ერთი მისცე და სხვაი არა გაქუნდეს, თავს ამას ახსრულ ხარ კიბისასა. აც უკვე ვისწრაფოთ ამის ხელოვნებისა სწავლად, რამე თუ უმჯობეს არს ამისი წარმართებაი, ვიდრეღა დაპყრობათ ყოველთა მეფობათა ქვეყანისათა. და არა ესე ხოლო არს საქმე მისისა ხელოვნებისაი, რომელ არა უხმს კაცთა ხელოვნებათაგან მოღებად შეწევნისა, არამედ რომელიგი საკურველთა და დიდებულთა საქმეთა აღმასრულებელი არს. რამე თუ ტაძართა აღაშენებს სამარადისოდ მდგომარეთა ცათაშინა და ასწავებს მოყვარეთათვისთა, თუ ვით არ განერნენ უკვდავისა მისგან სიკვდილისა და საუნჯეთა მიენიჭევს წარუპარველთა და წმიდა ყოფს სულსაყოვლისავე ბრალისაგან. და რაც სახმარ არს თითოეულად წარმოთქმაი საქმეთა მისთაი. ერთი მიგითხრა და კმა არს. ესე გასწავებს, თუ ვით არ იქნა მსგავს ღმრთისა, რომელ ესე თავი არს და ბეჭედი ყოველთა კეთილთაი. რა იმცა უკვე იყო სწორმისა და უაღრეს, რამე თუ სხვანი ყოველნი ხელოვნებანი არა ხოლო თუ უძლურ არიან და ვერ შემძლებელ თავით თვისით წარმართებად საქმისათვისისა, არამედ განქარვებად ნიცა არიან და საწუთროსა ამას ცხოვრებასა თანაწარმავალნი. და მოქმედნი რაი მათნი მოუძლურდნენ, არღარა ჩანან და საქმესათვისა განუქარვებელად ვერ დაიცვენ და შრომაი უხმს და სიგრძე ჟამისაი და სხვა ესევით არი მრავალი. ხოლო სულიერი ესე ხელოვნებაი მოწყალებისაი, ოდეს სოფელი წარხდეს, მაშინ უმეტესად გამობწყინდების, ოდეს მოუკვდეთ, მაშინ გამოჩნდების. არა უხმს არცა შრომაი, არცა სიგრძე ჟამისაი, არცა სხვაი რაიმე სიძნელე, არამედ უძლურებასა შინა თუ იყო აღესრულების და თუ ხბერდე ეგრეთვე, გან რა იხვიდე ამიერ სოფლით, თანა მოგზაურ გექმნების და არაოდეს და გიტეობს. უგონიერეს და უბრძნეს ყოფს შენ ფილაფოსთა და გამომეტყუელთასა და უსაწადელეს ყოველთა კაცთასა. რამე თუ ფილოსოფოსთა მათ და სიბრძნის მეტყუელთა მრავალნი ჰქონან მოშურნენი, ხოლო ამის ხელოვნებისა წარმართებელთა მრავალნი ჰქონან ლოცველნი. ესე შეიყვანებს მოქმედთათვისთა წინაშე საყდართა ქრისტესთა და თანაშეეწევის და განამართლებს მათ. რაღაცა თუ ფრიად შეცოდებულიყოს მოქმედი იგი მისი, ღირს ყოფს წყალობასა და გვირგვინოსნობასა. ამის მიერ ჰგიეს სოფელი, ხოლო ესე თუ მოსპო, ყოველივე ცხოვრებაი კაცთაი დაიხსნას. ვითარცა უკვე თუ ვინცა ნავთსა ყუდელნი ზღვისანი ყოველნი დახსნა, ვერღარამცა ხელ ეწიფებოდა ნავთასლვად, ეგრეთვე უკვე თუ წყალობაი და კაცთმოყვარებაი დახსნა, ვერღარა ეგო სოფელი ესე. ამისთვის არა ხოლო თუ მცნება დადვა იგი ღმერთმანა, არამედ მრავალი საქმეთა მისთაგანი ბუნებასაცა შინა დასთესა და ამით წესითა მამანიცა და დედანიშვილთა წყალობენ და შვილნი, მშობელთა, ძმანი, ძმათა და კაცნი, კაცთა, რამე თუ ბუნებითი არს საქმე ესე წყალობისაი. ამისთვის ვიხილით რაი კაცი ტანჯვასა შინა ან უგლოასა, შეგვეწყალის და ვცრემლოდითცა. ესოდენ უნდა ღმერთსა რაითა წარემართოს საქმე ესე კაცთა შორის, რომელ ბუნებასაცა შინა დახნერგა იგი. ამისთვის გევედრები საყუარელნო ვასწაოთ მოწყალებაი თავთა ჩვენ, თადა შვილთა და მეგობართა ჩვენთა. ამას ისწავლიდინ ყოველი კაცი, რამე თუ ესე არს ჭეშმარიტი კაცებაი, ვით არცა იტყვის ვით არმედ, დიდ არს და პატიოსან კაცი მოწყალე. იგავნი 26, ხოლო ესე თუ არა აქუნდეს მას, კაცებაიცა წარუწყმედია და რად გიკვირს, თუ თქუ ვით არმედ ესე ყოფს ჭეშმარიტსა კაცებასა? უფრო ისად ესე ყოფს კაცსა მსგავს ღმრთისა, რამე თუ იტყვის, იყვენით მოწყალე, ვით არცა მამაი თქვენი მოწყალე არს.
ლუკა 6:36 ვისწაოთ უკვე წყალობაი, რამე თუ ჩვენცა ფრიად გვიხმს წყალობაი. ხოლო მოწყალებასა ვიტყვი, რომელი ანგახრებისაგან წმიდა იყოს, რამე თუ მონახვეჭისაგან ქმნილი ქველის საქმე უსარგებელო არს, უკვე თუ თანა იტაცებდეს და თანა მისცემდეს. რამე თუ უკვე თუ არა მიცემა ითვისისა საფასისა უწყალოება არს, სხვისაგან მოტაცებაი რაიმე იყოს. აც უკვე ნუ იტყვი, თუ სხვისაგან მოვიხვეჭე და სხვასა მივსცემ, რამე თუ ესი არს საქმე ცუდი. უფრო ისად მისავე ჯერ არს მიცემაი რომლისაგან მოიხვეჭე, რამე თუ რაი სარგებელ არს, უკვე თუ სხვაი მოსწყლა და სხვასა ჰკურნებდე. ყოვლადვე ნუ ვის მოსწყლავ, არამედ სხვისა მიერ წყლთაცა ჰკურნებდი. უკვე თუ კულა მოსწყლა იგივე განკურნე, რამე თუ მისი იგი წყლულებაი შენი არს და თვისა ჰკურნებ წყლულებასა. განეშორე ანგახრებისაგან და მოხვეჭისა, რამე თუ არა ეგების მითვე საზომითა მოწყალებისაითა კურნებად ბრალსა მას ანგახრებისასა. რამე თუ მოიხვეჭო თუ დანგიერთი, არა გეყოფის კვალა დანგისა მიცემაი ქველის საქმეთ, რაითა განჰკურნო ბრალი იგი. არამედ 100 წილად და 1000 წილად გიხმს მიცემაი და ძლით განჰკურნო წყლულება იგი სულისა შენისაი. ხოლო ნაყოფსა მოწყალებისასა ვერცა მაშინ მოიღებ, არამედ თუმცა ბრალი ხოლო შეგენდო. სჯული მპარავსა 4 წილად აზღვევს. აც უკვე მტაცებელი დიდად უძვირეს არს მპარავისა. ხოლო უკვე თუ ძველი სჯული ესრეთ იტყვის, რავდენ უფრო ისახალსა ამას შინამადლსა. ხედავა, რამე თუ არა ცუდად ვიტყოდე ვითარმე დანგი თუ მოიხვეჭო, 1000 წილად თანაგაც მიცემაი და ბევრ წილად, რაითა ბრალი იგი ძლით შეგენდოს. ხოლო ვინაითგან ესე ესრეთ არს რაიმე ხო, ოდეს სახლნი სრულნი და საფასენი დიდძალნი მოიხვეჭნე და მცირედი რაიმე მისცი, და იგი არა შეწუხებულსა მას, არამედ სხვასა ვისმე უცხოსა. რომელიმე პასუხი მას დღესა, ანუ ვითარი გაქუნდეს სასოებაი ცხოვრებისაი. გნებავსა ცნობად თუ ვითარსა ბოროტსა იქ მამით საქმითა. ისმინე წერილისაი, რასა იტყვის, ვითარცა ვინ მოკლის წინაშე თვალთა მამისა მისისათა, ეგრეთვე რომელმან შეწიროს შესაწირავი საფასეთაგან გლახაკთა ისა. სირაქი 34:20 ესე სიტყვაი, ძმანო, გამოვწეროთ კულთა შინა ჩვენთა და გონებათა, ხელთა ზედა და კედელთა და ყოველსა ადგილსა, რაითა შიში ესე შევიდეს ჩვენდა და დაგვაყენოს დღითი დღეთ და კაცის კვლათაგან, რომელი ქმნების უწყალოებითა და მოხვეჭითა გლახაკთაითა. უფრო ისხას საყუარელნო, ჩვენთაცა მონაგებთაგან ვისწავთ ყოფად ქველის საქმისა, რაითა ჩვენცა ვპოვოთ უხვებით წყალობაი ღმრთისაი და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდით ურთ ჩვენის დიდებაი, პატივი და თაყვანისცემაიაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.